ჯობა. მოკლედ, ეს რასაც ეკრანზე ხედავთ, არის საქართველოს ბუკა. ბოლო სახელმწიფოების აღდგენის 91 წლის 9 აპრილის 12 საათი და 30 წუთი. ეს უკვე სავარაუდოდ გინახავთ, მოგისმენიათ ამის გარჩევა, ბევრჯერ ბევრნაირად. ეხლა ცოტა სხვა კუთხით მინდა შევხედოთ. უბრალოდ შეგახსენებთ, რომ ეს ამბავი არის რუკის საკვანძო მომენტი, მთვარე სატურნის შეერთება მე-7 სახლში, მერწყულში, რაც ერთგვარად პირდაპირ მაჩვენებელია იმისი, რომ ბოლო 35 წელია თითქმის ხალხი ვართ გაჭირვებაში, ხო? სატურნის ღუდავს მთვარის მოთხოვნილებებს, საბაზისო მოთხოვნილებები ამ მთვარეთან, ხო? საკვების დონეზე მოთხოვნილებები, ღამის გასათების დონეზე მოთხოვნილებები. ამიტომ ეს არის ერთგვარი ესეთი ნათლების კუსრი ამ რუკის. თუნდაც ის რომ იუპიტერი პირველი სახლი ვართ და ესაა ჩვენი როგორც ქვეყნის იმიჯი, ხო? ასციდენტი კირჩხებში, აგი ბატონო, მაგრამ ლომის საკმაოდ დიდი დოზა გვაქვს აქ, ხო? პირველ სახლში. საკმაოდ ისეთ გახსნილები ვართ, მიმღებლობა თითქოს კარგად გვაქვს. პირველი სახლის მმართველი მე-7-შია, ხო? მზად ვართ პარტნიორობისთვის სხვა ქვეყნებთან, მაგრამ ყოველ ჯერზე, როგორც კი მზად ვართ პარტნიორობისთვის სხვა ქვეყნებთან, მაშინვე ერთვება აი სატურნის შეერთება პირველი სახლის მმართველთან, მაშინვე მოდის შეზღუდვები, მაშინვე მოდის რაღაც გამოცდები, ხო? პრინციპში რამდენადაც ჩანს, რომ ჩვენ გვაქვს მზაობა, იმდენად რთულია ის გამოცდები და იმ პირობების დააკმაყოფილება, რასაც მოკლედ ეს პარტნიორები გვთავაზობენ პარტნიორობისთვის, ხო? ეს ძალიან მარტივად რო ვთქვა და თუნდაც ის ეხლა რაც ხდება ჩვენს ქვეყანაში, რომ აი ვითხოვთ, ხო? ვითხოვთ რაღაც ცვლილებებს, ვითხოვთ დემოკრატიას და ესე შემდეგ, აი დემოკრატია რითი უნდა იყოს განპირობებული, რა უნდა გავაკეთო? ხო, აი სატურნი მიწესებს ამ პირობებს და სატურნი ყოველთვის არის პარტნიორის მიერ დაწესებული წესი. ნუ ჩვენს რუკაში ესე არის, ხო? და აი ეგ გვიჭერს და რამდენადაც რთული ასპექტია, იმდენად ამის დამუშავება თუ შევძელით ოდესმე, როგორც სახელმწიფომ, ეს იქნება რაღაც გრძელვადიან პერსპექტივაში ურყევი მოცემულობა, ხო? ანუ ძალიან მარტივად რომ ვთქვა, თუ ოდესმე ჩამოვყალიბდით საზოგადოებად, ეს იქნება ძალიან ურყევი საზოგადოება. რითი უნდა დავამუშავოთ ახლა ეს ამბავი? სატურნს რა უნდა ხო გვახსოვს? პირად რუკებშიც ხო გვახსოვს სატურნს რა უნდა? არის წესები, არის რუტინა, არის პასუხისმგებლობა, რომელიც უნდა ვაკეთოთ, ხო? შესაბამისად, აქ ჩანს საზოგადოების უპასუხისმგებლობის მომენტი. საკმაოდ მაღალი დოზით, ხო? რაღაცას გავაკეთებთ, ეგრევე ვიზღუდებით. ეგრევე მიდის გადამოწმება, აბა, მართლა თუ ხარ მზად ამ ყველაფრისთვის და როგორც წესი, ხედავთ რომ არ ვართ ხოლმე მზად რაღაცეების. მეორე ესეთი მნიშვნელოვანი მომენტი არის აი ეს, მე-10 სახლი, სადაც ის მზე. ეს არის მთავრობა. ეს არის მმართველი პირები, ხო? წარმოგიდგენთ რომ ოთახია, აი ესეთი განათებით, ესეთი ტემპერატურით და შესაბამისად ვინც არ უნდა შევიდეს ამ ოთახში, აი ამ განწყობას და ამ ელფერს მიიღებს, მაგრამ ეხლა ჩვენ რაც გვჭირს, ეს არ მოხდებოდა, რომ არ იყოს ესეთი ამბავი. მე-10 სახლის მმართველი არის მე-12 სახლში კირჩხებში. ფაქტიურად უასპექტოა, იმიტომ რომ ძალიან დიდი ორბისი აქვს. მარსი კირჩხები ჩვენ ვიცით, რომ ისედაც ძალიან სუსტი მდებარეობაა, მოდი ესე ვთქვათ. და ამის გარდა ნახეთ, მე-10, მე-12 არის წმენის საკითხი, ხო? ჩვენ რა ვშვებით, მოვყავს ვიღაცა და ვაღმერთებთ, აი ესე ძალიან ფილოსოფიურად ვიტყვი, თუ ალეგორიულად რავი, როგორც კიდე ჩათვალეთ. ანუ აქ ვინც არ უნდა მოვიდეს, თუნდაც თავის თავს გამოწვევა დაუდოს, რომ რაღაცა გააკეთოს იქნებ ქვეყნისთვის. მე არ ვიძახი, რომ ყველა ადამიანი ვინც მთავრობაში მოდის ცუდია, ხო? უბრალოდ ნახეთ, აქ არის ასეთი გარემო პირობები და ჩვენ დამატებით ამას ვგუსტავთ, ხო? მოსახლეობა მოვყავს ვიღაცა, გავაღმერთებთ. მოვყავს ვიღაცა, გავაღმერთებთ. რაღაც მოლოდინი გვაქვს პიროვნებაზე, პიროვნების მიმართ გვაქვს მოლოდინი და არა ის რომ რაღაც საქმე აკეთოს, ხო? ჯერა მისი პიროვნული თვისებების. რა თქმა უნდა, ეს ძალიან არასწორი პროგრამაა, ეს ძალიან არასწორი მიდგომა. პრობლემა არის ის, რომ ვერ გამოვალთ ამ გაჭირვებიდან, მანამ სანამ პასუხისმგებლობას არ ავიღებთ როგორც საზოგადოება, საკუთარ თავზე და არ გვექნება მოლოდინი, რომ ვიღაც პარტნიორი მოვა და დაგვილაგებს, იმიტომ რომ ეს პარტნიორი სულ მოდის. არ გვაქვს ჩვენ ახლა ამის პრობლემა, რომ პარტნიორები არ მოდიან, ხო? ქვეყანას ისე ვთქვათ, მეგობრები არ ყავს. ყავს, ღია მტრებით საკმაოდ ისე კარგად ჩანს აქ, ფარული მტრებით ძალიან კარგად ჩანს, მინდა გითხრათ, კირჩხიბის მარსით, ეს ციხე რო შიგნიდან ტყდება ხოლმე. მაგრამ ნახეთ რა არის, ეს მუდმივი იქნება, სანამ ჩვენ არ გადავწყვიტავთ რა გვინდა, რა ფორმით გვინდა და არ ვიქნებით ამისთვის მზად, ხო? და მეორე პრობლემა არის ეს, აქ ვინც არ უნდა მოვიდეს მთავრობაში, ჩვენ ვაღმერთებთ. და ხელს უშლით, ძალიან მარტივად რომ ვთქვა, ხელს უშლით, მაღალი მოლოდინებია და იმდენად მაღალი მოლოდინებია, რომ მე ვბრაზდებით რაღაცეებზე, რა თქმა უნდა, აი ის მოლოდინი, მოლოდინი საიდან მოდის კიდე, აი აგერ გვაქვს, ხო? ლილითი გვაქვს მშულდოსანში, ჩვენ ყველაფერი ვიცით.
ჩვენ ყველა შკოლას ვასწავლით, ჩვენ ტრამპს აქედან კომენტარებით რჩევებს ვაძლევთ, ხო, როგორ აწარმოოს საგარეო პოლიტიკა, ეხლა ეს რა თქმა უნდა იუმორით, მაგრამ რეალურად ეგ ტიპები ვართ, ხო? და ნახე, მოდინი რამდენადაც მაღალია და ეს გაღმერთება ბჭყალებში რამდენადაც მაღალია, იმდენად მაღალია გაბრაზება და იმდენად მაღალია მე აგრესია და ჩამოგდება, ხო? და მთელი ესე ვთქვათ, ეს 35 წლიანი ისტორია ვართ ამ ამბავში. ანუ ის თქმა უნდა, აქ ვინც არ უნდა მოვიდეს, რაც არ უნდა კაი ტიპი მოვიდეს, აზრი არ აქვს. სანამ ჩვენ არ გავსწორდებით, როგორც საზოგადოება. ჩვენ ახლა როდის გავსწორდებით, ხო? როცა გავხდებით კოლექტიურები. მაგრამ ეგეც ძალიან რთული ამბობთ, რომ გახდე კოლექტიური, ხო? ფასეულობები აღრეული, ნახე, სახელმწიფოში არ არსებობს ფასეულობათა სისტემა. პირველი და ძალიან მნიშვნელოვანი ესეთი იდენტობას რო გავს ისეთი ფასეულობათა სისტემა არის ვენერა, ხო? ეს ვენერა ყავს აგერ კუროში. კუროს ფასეულობები გავიგეთ, ხო? მიწა, სამშობლო, სოფლის მეურნეობა, ჩვენ ყველაფერი გვაქვს, ჩვენ ყველაზე გარქები ვართ, იმიტომ რომ ძალიან მაღალი სტატუსის ვენერა. მაგრამ ახლა აქ არის ოპოზიცია პულტონთან. და ეს არის მუდმივად პულტონის ოპოზიცია, ვისაც ნატალურ რუკაში გაქვთ გახსოვთ, ხო? ახლა დაახლოებით მექანიზმი იგივე არის სახელმწიფოს რუკაზე, მუდმივად შეხსენება, რომ რაღაცას აკეთებ არასწორად. რაღაცაში უნდა გაიარო ტრანსფორმაცია. რაღაცა უნდა გადააფასო. რა თქმა უნდა, ეხლა რაღაცა გადააფასო, პულტონის ოპოზიცია აღება არ არის მარტივი, ხო? მით უმეტეს ეხლა ხوار ვლაპარაკობთ ერთ ადამიანზე. ერთი ადამიანის რუკის გასწორება, რა თქმა უნდა, უფრო მარტივია, ვიდრე როცა ვლაპარაკობთ კოლექტიურ ველზე. და მეორე, აი ეს ლილით მშობლოსანში ზოგადად მე არ მიყვარს ხოლმე ლილით ესე აპელირება იცით თქვენ, მაგრამ ხო, აი ეგ არის რა, რელიგიის სახელით არარელიგიურობა. აი ეს ორი მაჩვენებელი ლილით მშობლოსანში და ეს ვენერას ოპოზიცია პულტონთან, რომელიც მე-11 სახლშია და მე-11 სახლის ამ მომავლის სახლი აქ ძირითადად ახალგაზრდობას, ახალ თაობას ეხება, ეს სულ ეს მამათა და შვილთა ბრძოლა ძალიან გამოკვეთილი ამბავი რაც გვაქვს. ან კიდევ ერთხელ მინდა გავიმეორო, ეს არ არის რაღაც ახალი, ხო, კაცობრიობაში და ჩვენს ქვეყანაში არ ხდება პირველად, მაგრამ რაღაცა თემები არის ჭარბად გამოკვეთილი, მოკლედ რა, ეს ბოლო 35 წელია. ამაზე ვაკეთებ ახლა აქცენტს. აი სულ რო ვიძახი, რომ აი კოლექტიურად და ყველანი ერთი ვართ და რაღაცებს რო ვიძახი, სანამ ამას არ გავაცნობიერებ, ძალიან რთული იქნება, სანამ გვეზიზღება ერთმანეთი ძალიან რთული იქნება, ხო? და ეს გვეზიზღებაც გვაქვს ახლა ამ რუკაში, ვერაფერს ვერ ვუზამთ, იმიტომ რომ ჩემს ფასეულობას რომ ეხები, დამთავრდა, ხო? იმიტომ რომ ძალიან ეგოს პოზიციიდან ესეთი ახალგაზრდა რუკაა რა. მოდი ახლა ვნახოთ რა ხდება ზოგადად. მოკლედ ეს არის ტრანზიტული რუკა. რაზე მინდა ეხლა ყურადღება გავამახვილო. ეს პულტონიკიზის მე-5 სახლში. და ცოტა შემდგომი პერიოდის ამბავია, მაგრამ ესეთი მნიშვნელოვანი ახლა რაც არის, მე-4 სახლშია ლილითი და ნიშანი შეიცვალა. ეს ერთი, ძალიან მნიშვნელოვანია. მეორეა, ვენერაზე ხდება ურანის შეერთება. აი ესაა ძალიან მნიშვნელოვანი ასპექტი და ნუ აქ ახლა სოლარი ითვირთება ახალი. აი მზე სატურნის შეერთება მე-10 სახლში. მანდ იქნება საკვანძო მომენტი. ანუ მთავრობა, მართველი გუნდი და სატურნი. მოვა რაღაცა შეზღუდვები, მოვა რაღაცა ვალდებულებების და პასუხისმგებლობის აღების მომენტი და აქ აი ამ მომენტში იქნება ცოტა დაძაბულობა. ეს არის ახლა მზე გვყავს ჩვენ მე-18 გრადუსზე და სატურნი ჯერ არც კი გადასულა, მაგრამ ნუ ზოგადად ვიძახი. ეს არის რაღაც მოკლევადიანი ამბავი. უბრალოდ ამ ეტაპზე არის აი ეს მნიშვნელოვანი. აი ეს ახალი თაობა, ახალგაზრდობა, ხო? და აქ უკვე ისედაც შესული იყო ეს ასპექტი, აქციები და ურანისტული პროცესები როცა ჩაირთა, მაგრამ ეხლა იქნება პიკი, როგორც კი დადგება ზუსტი ასპექტი. მაგრამ ეხლა ვნახოთ როდის დადგება ზუსტი ასპექტი. აი ესაა ზუსტი ასპექტი. ეს არის სადღაც, მოდი წავიკითხოთ, 13 აპრილი, 2 კვირა. აი სადღაც აპრილის შუა რიცხვებში გვექნება ზუსტი შეერთება. ვენერა თავის მხრივ გვიმართავს მე-4 სახლს. აი ეს არის ერთ-ერთი ისეთი საფრთხილო, მოდი მე ესე ვიტყვი და ყურადსაღები პერიოდი. ყურადღება უნდა მივაქციოთ ჩვენს თავს, ჩვენს პოზიციას, იმიტომ რომ აქ არის ძალიან დიდი ალბათობა და ამ პერიოდში კიდე გავიმეორებ ლილითი. აი ლილითი არ მიყვარს და რამდენჯერ ვახსენე ლილითი, ლილითის გამოყენება არ მიყვარს პროგნოზებში, რომ მთელი რუკა ამ ილუზორულ იმაზე გვაქვს სიბრტყეზე გაჩერებული, ხო? აი ლილითის პრიზმიდან უყურებთ სამყაროს, ხო, ძალიან სევდიანია იდეაში. მოკლედ აპრილის შუა რიცხვებია ცოტა რთული, ამის თქმა მინდა და შეეცადეთ რომ რაღაცნაირად აკონტროლოთ საკუთარი თავი, აკონტროლოთ საკუთარი პოზიცია, აი ის რა ისიც გვეშინია და რასაც სულ ვიძახი რომ აი ეს არ უნდა გავიყოთ და განხეთქილება არ უნდა იყოს, აი ამისი გაპიკვა ხდება მოკლედ ამ ამბაის. პულტონი ისედაც იქ მე-7 სახლშია უკვე და პარტნიორების
ქვეყნის პარტნიორებს გულისხმობ თემის ტრანსფორმაცია უკვე პრინციპში წასულია, როგორც კი გადავიდა თითქმის 1 წელია უკვე ეს სცენარები მიმდინარეობს, ცოტა მეტიც. მოკლედ რაღაცას უნდა ველოდოთ რა აპრილში. რასაც სულ ვიცახავდი რომ აპრილიდან დაიწყება თქო რეალური პროცესები, აი ამ ტრანზიტებზე ვსაუბრობ. რა თქმა უნდა ეს პირველი მომენტია და რაღაც გარკვეულ ჩამოყალიბებული არ იქნება, მაგრამ აგრესიის დონეა მოკლედ აქ ძალიან მაღალი, იმიტომ რომ ეს მარსიც პირველ სახლში გადმოვა. კერძებში კიდე არა უშავს, მაგრამ როგორც კლუბში გადავა, ეს აგრესიული ფონი გაიზრდება. მართლა არ ვიცი რის თქმა მინდა, უბრალოდ მინდა რომ გაგაფრთხილოთ რა, არის ძალიან ისეთი დანის პირზე გასავლელი ეპიზოდი. კლასიკურად ეს არის ამბოხება, აჯანყება ფასეულობების გამო. მე ვფიქრობ ეს პროცესები რაც ახლა მიმდინარეობს, რაც წლდება აი განახეთ სადამდე. აი აქ დავპოსტები 2 წუთი, აი ეს კიდე ძალიან ისეთი საინტერესო მომენტი, ეს არის აგვისტოს უკვე მეორე ნახევარი, პირველ სახლში ნელ-ნელა თავს მოიყრიანეს დაბალი პლანეტები, ცოტა უფრო ხილვადი და ცოტა უფრო სვენადი გავხდებით გარე სამყაროსთვის და აი მან იქნება კიდე ერთი საკვანძო მომენტი პროცესში და ამ ბრძოლაში, რაც კიდევ ის დაარქვით. აი აქ ნახეთ ახლა ლილითის მარსი და მერკურის შეერთება მოხდება მეხუთე სახლის გულსპირთან მეხუთეზე. მეხუთე სახლი ზოგადად ამ კონტექსტში ახლა თავისი მეხუთე ფორმულით, ხო? არის სკანდალები მოდის ძალიან მარტივად ვიტყვი. აი ის რომ ყველაფერი რაც დაფარულია მოტივები გამოჩნდება, იქნება ეს პერიოდი. ეს პერიოდი იქნება ოქტომბერში. აქ არის კიდე ერთი მომენტი, ეს არის სადღაც თებერვალი, იქით აწლის სტერიუმი პლუტონთან ერთად, მარსი, მზე, ვენერა და ესე შემდეგ ყველაფერი იქნება აქ მე-7 სახლში. იქით აწლის თებერვალი ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ აქ რეალურ პარტნიორებს წამოიყვანს და რეალური პარტნიორები გამოჩნდებიან და საკმაოდ ხისტი ასპექტია იდეაში, ვერ ვიტყვი რომ მარტივი ასპექტია, მაგრამ პროცესებს კარგად ჩატვირთავს. მტერი ვინ არის და რეალური მეგობარი ვინ არის ყველაფერი გამოჩნდება, იმიტომ რომ აქ მარსი პლუტონის შეერთება როცა იქნება, ხო? აი სადღაც იანვრის ბოლო არის წესით. მანდ უკვე რაღაც ესე კონტურები გამოჩნდება, ვინ რაც გვთავაზობს ქმედების დონეზე. და ესაა ზუსტად ის პერიოდი კიდე, როცა სატურნი საბოლოოდ გადადის ვერტში. სატურნი საბოლოოდ ვერტში გადადის, ნეპტუნი ხო ეხლა გადავიდა და მეორე გადასვლას ნახეთ აკეთებენ ერთად. ნეპტუნი სატურნი ერთად შედის ვერტში. ესეც ძალიან საკვანძო მომენტია საქართველოს რუკისთვის, იმიტომ რომ ახალი პროგრამა მოაქვს. აქ ეხლა ძალიან ჩქარო ვაკეთებ, რა თქმა უნდა, ამზე ეს რაღაცა ასპექტები პერიოდულად იქნება, რაც მიუთითებს, რომ ხანდახან ძალიან შეზღუდულ მდგომარეობაში იქნება და ესე კედელთან მიმძლევრული ხანდახან ძალიან ესეთი აგრესიული გახდება, მოდი ესე ვთქვათ, ხო? იყო ამის მაჩვენებლები შემოდგომაზეც, აი შეზღუდვები რომ დაგვიწყეს და ეს ცოტა ტირანიის გატარება. უბრალოდ ეხლა მინდა რომ რეალურად განახოთ ზოგადად რასაც ვლაპარაკობ ხოლმე პროგნოზებში 4 წელია, იმიტომ რომ ეხლა ის ვიდეოები რომ დავჭერე ხო, ცოტა ესე ფილოსოფიურად ვლაპარაკობ და აღარა ამ ფილოსოფიის და ჭიდების ჭიქჭიკის დრო. სანამ მიმყავს იმ მთავარ მომენტამდე, აი ესაა კიდე ერთ-ერთი ძალიან მნიშვნელოვანი მომენტი 27 წლის აპრილი. აი აქ წესით გავიხარებთ, აქ წესით რეალურად რაზეც ვაცხადებთ, რომ მზად ვართ, რისთვისაც მზად ვართ, ამის გაკეთების შესაძლებლობა გვექნება იდეაში შემდეგი წელი. არის იუპიტერის დაბრუნება საქართველოს რუკისთვის და პრინციპში მე ოპტიმისტურად ვარ განწყობილი, იმიტომ რომ რა თქმა უნდა წინა ციკლი ვერ გამოვიყენეთ იუპიტერის დაბრუნების რაღაცა მოვიგონეთ, ხო? თითქოს გამთავისუფლდით რაღაცისგან, თითქოს გამოვხატეთ მზაობა რაღაცისთვის, მაგრამ ისევ ამ მზის პრობლემა წამოვიდა, ისევ გავაღმერთეთ რაღაც კონკრეტული პიროვნება, როგორც წინა პიროვნება, როგორც იმის წინა პიროვნება და როგორც იმის წინა პიროვნება და ზოგადად აი ესაა პრობლემა. სანამ ჩვენ არ გადავეჩვევით, აი ამ მზეზე, ვერცის მზე ხო პიროვნულია, ძალიან პიროვნულია, ამ მზისთვის ხელისუფლების ჩაბარებას, კონკრეტულად პიროვნებისთვის ხელისუფლების ჩაბარებას, მანამდე ძალიან პრობლემურია ეს რუკა, ზოგადად პრობლემური იქნება, მე სულ დაჭირდება ამას მუშაობა, ძალისხმევა, პასუხისმგებლობის აღება, ესე საზოგადოებრივი რუტინა, ხო? მაგრამ სანამ ჩვენ მოვყავს კონკრეტული ტიპი და ვეუბნებით, რომ აი შენ ღმერთ კაცი ხარ და ღმერთმა გამოგაგზავნა, აი ეს 10-12 ფორმულა, ხო? მანამდე არაფერი არ გვიშველება ხალხო. ზოგადად ახლა ის საკვანძო მომენტიც დადგა, თურმე დადგა, აგერ არის. აპრილი 2027, ანუ 2 წლის შემდეგ. აი აქ გვაქვს საბოლოო ფორმირება მე-10 სახლის და მთავრობის და ეს ახლა ესეთი ტრანზიტი ხშირად არის თუ არ არის ერთ-ერთი ხშირად, მაგრამ მეორე არც ესეთი რაღაცა მაშინ არ შეიძლება ხომ მივცეთ უბრალოდ ტრანზიტი, მაგრამ ნახეთ ორი მაჩვენებელია. აი 27 წლის აპრილამდე თუ მოვასწრებთ, ჩამოყალიბდეთ როგორც საზოგადოება. აი რაღაცა რომ მინდა, ნახეთ ძალიან მარტივია, სულ ამას ვიძახი. არ არსებობს სწორი მხარე. არასწორი მხარე არის მხოლოდ ის, რომელშიც გაუცნობიერებლად ვართ. ანუ გაუცნობიერებლად ახლა რომ ზოგადად პრობლემა გვაქვს აი ეს რომ ინფორმაციულ ქაოსში ვართ და პროპაგანდის ქვეშ ვცხოვრობთ, მუდმივად, იმიტომ რომ ეს პროპაგანდა აგიტაცია არის მშვილდოსნის ლილითი.
დამატებით ეხლა აი ეს სასწორი ზრილითი ეს ხო აი ეს რაც ეხა ეს 2 წლის შემდეგ ტრანზიტია, მაგრამ ამ წუთას საერთოდ წარმოუდგენელ ამბავში ვართ ხალხო. ანუ ამ წუთას გამარჯვების არ დაიჯერება არავის. არათუ რაღაც მოვისმინო და რჩევა ვკითხო და იმედი მქონდეს და მოლოდინი მქონდეს. წარმოუდგენელი ამბავი, ისედაც მიდრეკილია რუკა ილუზორული მდგომარეობისკენ ეს პროცესები როცა დაიწყო. მაშინ ერთადერთ ხალხი რომ ეს ტალღა გაგრძელდება გაზაფხულამდე, აპრილამდე. ზოგადად პროცესი დამთავრდება 2027-ში, მაგრამ მაშინ ისეთი დრაივი იყო და იმხელა ენერგია იყო და იმხელა, ასე ვთქვათ, ურანისტული ამბები იყო ირგვლივ. ხო, ძალიან რთული ელაპარაკო აი ხა. თანისპირზე როცა დავდივარ იმაზე, რომ აი ამაში უნდა ვიყოთ 2 წელი. ძალიან რთული მოსასმენია, მაგრამ არ იმუშავა ამ შერბილებამ და მოდი ვიცოდეთ, ხო? 2 წელი გვაქვს და 2 წელი არაფერი არ არის იდეაში, ხო? პირად დონეზე რთული ამაში ყოფნა. 2 წელი გვაქვს, რომ ჩამოყალიბდეთ საზოგადოებად. 2 წელი გვაქვს იმისთვის, რომ აი ეს როცა დადგება, სატურნმა ნეგატიურად არ იმუშაოს ამაზე და მართლა დიქტატურაში არ გადაიზარდოს და რაღაც აი უაზრო წარმოუდგენელ შეზღუდვებში და პირიქით კონსტრუქციული კუთხით იმუშაოს, შექმნას რაღაცა სტრუქტურა, რომელიც ნუ ხანგრძლივად იმუშავებს და აქ გვაქვს დამატებითი პირობები, რომ ამის მზაობა გვექნება უკვე. და აქ ვიღაც ვინც მოვა, არ აქვს მნიშვნელობა ვინ იქნება. თუ აი იმ პირობას არ დააკმაყოფილებს რა სისტემად შეიქმნება, უბრალოდ ანუ ვიტყვით რომ არა ეს არ გვინდა, ვიღაც სხვა გვინდა, ხო? იმიტომ კი არა რომ პიროვნულად არ მომწონს, არა, უბრალოდ ნახეთ, აქ იქნება რაღაცა წესები მე-1000 სახლში და ადამიანი რომელიც ამ მე-1000 სახლში შევა, უნდა დააკმაყოფილოს ეს წესები. ძალიან მარტივია ხოლმე როგორც წესი. და ძალიან მარტივია მე საკუთარი არჩევანზე უარესთქმა, იმიტომ რომ ეხლა თუ დააკვირდებით, ნახეთ რა ხდება, ადამიანები კბილებით იცავენ თავიანთ არჩევანს, ოღონდ არ თქვათ, რომ შეეშალათ, არასწორი არჩევანი გააკეთეს. ეგ არის ეგოს პოზიცია. აი რა მნიშვნელობა აქვს ვის მივეცი ხმა? იმ წუთას რაღაც იდეა მომწონდა, მივეცი ხმა, მე ვნახე რომ მომატყულა და აღარ, ანუ რატო ვიცავთ ამ პოლიტიკოსებს ისეთი თქოს ჩვენი შვილები იყვნენ, ჩვენი მამები იყვნენ, ჩვენი დედები იყვნენ, რატო ვაკვდებით ამას? იმიტომ რომ ზუსტად აი ეს მოცემულობა გვაქვს. იმდენად გავაღმერთეთ, იმდენად დიდი მოლოდინი გქონდა, რომ მე უკვე ეგოზე გვეხება, როგორ შევწდით, როგორ შევწდით, როგორ წერია, აი ეს პრობლემა აქ გვაქვს. მოკლედ ესეთი ამბებია და მარტივად რა ვთქვა. 2 წლიანი პროცესია. პირველი ტალღა აი ახლა დასრულდება, იმიტომ რომ რაღაცები გამოაშკარავდება ამ ზონაში და 2 წელი გვაქვს ჩამოყალიბდეთ საზოგადოებად. ზოგადად რომ ჩამოყალიბდეთ, ნახე აქ არის ყველაფერი. აღმავალი გვაქვს, კარგული მისია, როგორც სახელმწიფოს გვაქვს აღმავალი ქრის რქა. აღმავალი კერჩხებია შესაბამისად. რა თქმა უნდა, ჩვენ ზივართ აღმავალ კერჩხებზე თან მე-12 სახლის კერჩხებზე. აი ეს ნეპოტიზმი, ეს რაღაც პირადი ინტერესები, პირადი უსაფრთხოება, ჩემიანების უსაფრთხოება და მაგას ვიძახი კოლექტიურად უნდა ჩავთოთ. პოლიტიკოსისთვის, თავრობისთვის სანამ პირადი უსაფრთხოება არ გაიგივდება ხალხის უსაფრთხოებასთან, აზრი არ აქვს, ამაში ვიცხოვრებთ და ჩვენ ვნახეთ რომ ამაში ვცხოვრობთ. იმედია საინტერესო იყო. რაღაც ესე ვთქვათ კონტურებს გამოკვეთაში დაგეხმარებათ, რომ მომავალში რაღაც დააფოკუსოთ მიზნები, გეგმები, სხვანაირად დაფიქრდეთ ამ პროცესებზე. გაქცევა გამოსავალი არ არის არასდროს. უბრალოდ რაღაცა უნდა მოვიფიქროთ რა. მაგრამ ყველაზე მაგარი ის არის, რომ ეს მე-11 სახლი ეს ვენერა აქ, ახალი თაობა ძალიან კარგად ზის მიმდინარე ტრანზიტებში. უბრალოდ ყველას ჩვენ თითოეულს პასუხისმგებლობა გვაქვს ამ პროცესზე ვიცოდეთ. და ეს არ არის ბრძოლა გამარჯვებისთვის, აი ეს დაიმახსოვრეთ. ჩვენთან კი არა სოფლიოში რაც ხდება, ეგ არ არის ბრძოლა გამარჯვებისთვის, ეხა არის ბრძოლა ბალანსის შენარჩუნებისთვის და ძალიან მნიშვნელოვანია თითოეული ადამიანის გაცნობიერებულად ყოფნა ამ პროცესში. გაცნობიერება არ აქვს მნიშვნელობა აქ დავდგები თუ აქ დავდგები. უბრალოდ უნდა ვიცოდე რატო ვდგევარ და აი აქეთ არ უნდა გადავწიოს ვექტორები და ამათი იმედი არ უნდა მქონდეს და მე რაღაცა რო არ გამოდის ამათ არ უნდა ვაბრალებდე. აი დაახლოებით ამაზე ვლაპარაკო. მადლობა ყურადღებისთვის.